გარემოს დაცვის ახალი მინისტრი დღეს გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა და მათთან ერთად საომავლო გეგმები განიხილა. ხათუნა დობოლაძემ დღესვე თავისი მოადგილეები წარადგინა. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ორი გვარი მესამე მოადგილის ადგილი ვაკანტური რჩება, თუმცა როგორც მინისტრმა განაცხადა, კანდიდატურები უკვე არსებობს და რამდენიმე დღეში მის ვინაობას დაასახელებს. ჩვენი ვიზიტის მიზანი დღეს ამ სააგენტოში გახდათ ის, რომ უფრო კარგად გავცნობოდით სააგენტოს დეპარტამენტების მუშაობას, შეხვედროდით თანამშრომლებს, დეპარტამენტის უფროსებს. გარდა ამისა, მე წარვადგინე ჩემი მოადგილეები, ქალბატონი ნინო შარაშიძე და ირაკლი თეთრუბანიძე, რომლებიც ჩემთან ერთად იმუშავებენ გარემოსდაცვის სამინისტროში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გარემოსდაცვის სამინისტროს ფუნქციონირება იყოს მოთხოვნების შესაბამისად განხორციელებული. პირველ ეტაპზე სწორედ სტრუქტურის ოპტიმიზაციაზე ვიმუშავებთ და პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ბიუჯეტზე, უკვე გაძლიერებული სამინისტროს ფარგლებში და მას შემდეგაც მოხდება სტრუქტურის ჩამოყალიბება და ბიუჯეტზე შეთანხმება. უკვე აქტიურად გადავალთ იმ მიზნების და ამოცანების შესრულებაზე, რაც დღეს სამინისტროს წინაშე დგას. შეჩერებული იყო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების ინიცირება, გაფორმება, ორმხრივი პროექტებიც კი ძალიან პასიურად მიმდინარეობდა. ჩვენი პრიორიტეტია გავაძლიეროთ ამ მიმართულებით მუშაობა. ნატოსთან და ევროკავშირთან მიმავალი გზაგადის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მხარე არის გარემოსდაცვის სფეროს თანამშრომლობა, ევროდირექტივებთან ინტეგრაცია და სწორედ ამ მიმართულებით იქნება ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობა.